რატომ განკაცდა მაინც და მაინც ძე ღმერთი და არ განკაცებულა მამა და ან სულიწმინდა? არ დაგბადებიათ ესეთი კითხვა, რომ ესე იგი ძე განკაცდა ძე ღმერთი ქრისტე მაცხოვარი ჩვენი, მაგრამ ღმერთი ხომ ერთია და რატომ არ განკაცდა მამა ჰიპოსტასურად ან სულიწმინდა? მაინც და მაინც ძე ღმერთი. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ვაღიარებთ სამება ღმერთს. სამება ღმერთი არის ერთ არსება და სამპიროვანი. რას ნიშნავს ერთ არსება და სამპიროვანი? სამპიროვნობა ღვთისა ნიშნავს იმას, რომ არსებობს ისეთი თითო თვისება, ხაზგასმა მინდა გავაკეთო, თითო თვისება სამებაში, რომლის მიხედვითაც მამას ეწოდება მამა, რომლის მიხედვითაც ძეს ეწოდება ძე და სულიწმინდა. დანარჩენი ყველაფერი ერთი აქვს სამება ღმერთს. კი არიან ჭკუადმყოფელები ჩვენ მართლმადიდებლობაში, რომ უამრავ თვისებას მიაწერენ სამება ღმერთს. ერესია გაქანებული. ხშირად მოდებული ჩვენში. წმინდა მოძღვარების მიხედვით. ერთადერთი, ანუ თითო შეიძლება ვთქვათ, თვისებაა სამება ღმერთში. რომელი თვისებაა მამა ღმერთის თვისება? მამა ღმერთის პიროვნული თვისება, რაც არ აქვს ძეს და სულს, ეს არის უშობელობა მისი. ძე ღმერთს მისი პიროვნული თვისება, რომელიც არ გააჩნია მამას და სულიწმინდას, ეს არის შობილობა მამისაგან ამ შემთხვევაში. და სულიწმინდას თითო თვისება, რომელიც არ გააჩნია ძესა და მამას, ეს არის გამომავლობა, ეკვიურესის ბერძნულში ესია. დანარჩენი ყველაფერი ერთია სამებაში. ხა დაუბრუნდეთ საიდანაც დავიწყეთ. რატომ განკაცდა ძე ღმერთი და არა მამა და სული? ივანე დამასკელი თავის გარდამოცემაში ჩვენგან მრავალჯერ ხსენებულში ესეთ რამეს ამბობს. რადგანაც ძეს პიროვნულ თვისებად ახასიათებს შობილობა, თვისება რომ არ შეცვლილიყო ძეში, ამიტომ მიიღო მან შობილობა ღვთისმშობელისაგანაც. შობილობა, იქაც შობილობაა მამისაგან და აქაც შობილობაა ღვთისმშობელისაგან. თვისება არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, მამისაგან შობილობა ძისა არ უტოლდება ღვთისმშობლისაგან შობილობას ძე ღმერთისა. რა თქმა უნდა, ეს ხორციელი შობილობაა. მაგრამ რადგანაც თვისება ერთი და იგივეა ძეში და ძეს შეუძლია შობილობა, იმიტომ რომ მისი პიროვნული დამახასიათებელია, როგორც მოგახსენეთ, რომ არ შეცვლილიყო სამებაში თვისება. აი, მამა რო განკაცებულიყო, მაშინ უშობელი გახდებოდა შობილი, თვისება შეიცვლებოდა. სულიწმინდა რო განკაცებულიყო, მაშინ გამომავალი ხო იყო მამისაგან, მაშინ უნდა გამოსულიყო ღვთისმშობელისაგან და ვერ იშვებოდა. როგორ უნდა გამოსულიყო სხვაგვარად? ძეს ახასიათებს შობილობა მხოლოდ და მხოლოდ. მამისაგან შობილობა, ღენეტოს ბერძნულში ესია და ღვთისმშობელისაგანაც შობილობა ახასიათებს და სწორედ ამიტომ იშვა და დაიბადა და განკაცდა ძე ღმერთი და არა მამა ან სულიწმინდა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა, არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ განკაცდა სამება ღმერთი. რატო? იმიტომ რომ სიტყვა და ტერმინ ღმერთში სხვადასხვა გაგებები არსებობს. აი მაგალითად, კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთმა შექმნა წუთისოფელი. აი ამ შემთხვევაშიც ტერმინი ღმერთი სამება ღმერთს ნიშნავს, იმიტომ რომ სამება ღმერთია შემოქმედი წუთისოფლისა. აი მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთი განკაცდა, აი ამ შემთხვევაში მეორე ტერმინი ღმერთი სამება ღმერთს კი აღარ ნიშნავს, არამედ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ძე ღმერთის ჰიპოსტასს. და რადგანაც თითოეული ჰიპოსტასი, ანუ პირი სამებისა არის მთლიანი ღმერთი, ანუ ისეთი ღმერთი კი არ არის, რომ დაუშვათ მამას რაღაცა ნაწილი აქვს საღვთო ბუნებისა, რაღაცა მესამედი შეიძლება ვთქვათ. მეორედი აქვს ძე ღმერთს და სულიწმინდა კრავს მათ. ესეთი რამე კი არ არის. არამედ თითოეული პირი სამება ღმერთისა მთლიანად ბუნებით ღმერთია. ნაწილობრივი ღმერთი კი არა, არამედ მატარებელია სრული საღვთო ბუნებისა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა, ჰიპოსტასურად ვამბობთ, პიროვნულად განკაცდა ძე ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ და არა მამა ან სულიწმინდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იმიტომ განკაცდა სწორედაც ძე ღმერთი, რომ თვისება შობილობის არ შეცვლილიყო სამებაში. ამიტომ განკაცდა ძე ღმერთი და არა მამა და სულიწმინდა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ ღმერთი განკაცდა, ყოველთვის ვამბობთ ძე ღმერთზე, რადგანაც ძე ღმერთს მთლიანობაში გააჩნია საღვთო ბუნება, ამიტომაც ვამბობთ, რომ სრული ღმერთი და სრული კაცი. ნახევარი ღმერთი და ნახევარი კაცი კი არ იყო, არამედ სრული ღმერთი, რაც სამება ღმერთში სრულობაა, აი სწორედ მაცხოვარში იყო, ოღონდ ეს ღვთაება, საღვთო ბუნება იყო შეზღუდული პირობითად რო ვთქვათ, ანუ განკაცებისთანავე მიიღო ის შეზღუდულობა, რაც ადამიანურ ბუნებას
შეეფერება შეიძლება თქვა და პავლე მოციქული ამბობს რომ მასში ზეღმერთში ესე იგი იყო მთლიანი ღმრთება ხორციელად ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი სხვა პიროვნების ადმირო ითქვას. Როგორიც წინასწარმეტყველიც არ უნდა ყოფილიყო, მოსე იქნებოდა იაკობი, ისააკი, აბრაამი თუ სხვები, ვერასოდეს ვერ მიაღწევდნენ ესეთ მდგომარეობას. რატო? იმიტომ რომ ისინი შობილი იყვნენ როგორც ადამიანები და მაცხოვარი შობილი როგორც ადამიანი კი არ იყო, ჯერ ჩასახლდა ზეღმერთი ღვთისმშობლის წიაღში და მისგან მიიღო ხორციელება და არა ისე როგორც ადამიანები იშვებიან ჩვეულებრივი წესით მშობლებისაგან. ანუ სრული ღმერთი, იმიტომ რომ მანამდე იყო ზეღმერთი სრული ღმერთი და მხოლოდ უკანასკნელ ჟამს მიიღო მან თავისი პიროვნებით მეორე ბუნება, რომელსაც ადამიანური ბუნება ქვია. სრული ღმერთი, როგორც გითხარით, არა ნახევარი ღმერთი, არამედ სრული ღმერთი და სრული ადამიანი და არა ნახევარი და რაღაცა თვისებების არ მქონდა თითქოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და რატომ განკაცდა მაცხოვარი? რა იყო მიზეზი ამისი? მხოლოდ ერთი მიზანდასახულობის გამო, რათა ეხსნა კაცობრიობა თავისი პირველქმნილი ცოდვისაგან.